აღდგომის მოსვლის მართლა შენ თქმის არ იყოს, უნდა უხაროდეს, ხო, ადამიანს, მაგრამ ამ პრობლემიდან გამომდინარე, რომელზეც ახლა ნელ-ნელა კიდევ უფრო მეც ვისაუბრებთ, მე მგონი რომ შენ თქმის არ იყოს ზოგს ეშინია. ჩეკები მაქვს ამოღებული და ასევე ბიუჯეტიდან სააღდგომო რაღაცა ნობათი აქვს გაკეთებული, რას იხდიან, ანუ ოფიციალურ თანხას. დავიწყოთ აი მაგალითად პასკით რა, 6 ლარი რა ვიყიდეთ რაღაცა კვერცხი, შაქარი ვიყიდეთ 5 ლარად 1 კილო, რაც ამათ უწერია. ზე ვიყიდეთ 5 ლარად, მაგალითად, ქვილი ვიყიდეთ 4 ლარად და 50 თეთრად. ეგ ორი უნდა. ანუ კიდე 4 და 50 დავუმატოთ. ზეთი ვიყიდეთ 7 ლარად, ესეც შენი 35 ლარი, ამ 35 ლარიდან კაი კვერცხი 10 სალი არ დავჭირდება ალბათ. რამდენი დავჭირდება? მასია დაახლოებით. ჭირდება? 8. 8, მაშინ ესე იგი დავჭირვები 35 ლარი. მაგრამ ამის გარდა კიდე რაღაცები ხო უნდა? გამას დავუმატოთ ელექტროენერგიის ხარჯი, გაზის ხარჯი, პირობითად ვამბობ რა, ყველაფერი ხარჯები რო დავთვალოთ, 50 ლარზე გავალთ ალბათ სადღაც, ხო? დიახ. რამდენიმე ცალი პასკა გქონდეს და ამას გარდა, რა ვიცი, 20 კვერცხი არ უნდა ვიყიდოთ აღდგომას? ოჯახში? სულ მცირე. ხო, მარტო თუ ხარ ადამიანი და ერთ რაღაცა უფრო მეტი. კაი, საშუალოდ 30 ავიღოთ. ანუ დიასახლისი რო გავა იმინდა რა ქვია სახლიდან, დაახლოებით 65-70 ლარი აუცილებლად დაუჯდება, რომ მინიმალური რაღაცები, ასე ვთქვათ, მიიტანოს ოჯახში.